Რატომ არასაჯაროებს ოცნება BBC-ს პასუხს საჩივარზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუგზავნეს. ფორმულას ბრიტანეთის სამოუწყებლო კორპორაციიდან აცნობეს, რომ ოცნებამ პასუხი ოფიციალურად უკვე მიიღო. ლონდონიდან თბილისში გამოგზავნილი დოკუმენტის შინაარსი უცნობია, თუმცა ტექსტიდან ირკვევა, რომ ივანიშვილმა სასულე რეზულტატს ვერ მიაღწია. კერძოდ, ფორმულასთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ. რას ნიშნავს ეს პასუხი? რა ახსნა აქვთ ოცნებაში? ამ პასუხის გასაიდუმლოების შესახებ სალომე ლაბაძე განაგრძობს ახლა თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნება მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ივანიშვილის პარტია BBC-ს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მალავდა და იმ დრომდე ვიდრე საქმეში ჩაერთვებოდა ფორმულა, საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არც კი უმხელდა, ახლა უკვე ბრიტანული მაუწყებლის მიერ გამოგზავნილ პასუხსაც არ ასაჯაროებს, ანუ ივანიშვილის პარტია არ ასაჯაროებს იმ დოკუმენტის შინაარსს, რომლითაც BBC-მ ოცნების მიერ მისთვის გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. არაფერი ახალი, ეს იყო ერთადერთი განმარტება, რომელიც ამ დოკუმენტის შესახებ ჩვენ დღეს შავა პაპუაშვილის გამოვისმინეთ, არადა შეგახსენებთ, რომ სწორედ პაპუაშვილი იყო ის პირი, რომელიც 15 იანვარს ბრიფინგი გამართა და ამ ბრიფინგით საზოგადოებას დეტალურად გააცნო იმ პრეტენზიის შინაარსი, რომელიც ქართულ ოცნებას BBC-სთან ჰქონდა. პრეტენზია კი მათ შორის მოიცავდა BBC-ს რეპორტაჟში ბიძინა ივანიშვილის ხსენებას. ქართული ოცნება ითხოვდა BBC-სგან იმის დასაბუთებას, ნამდვილად იყო თუ არა ჩართული ივანიშვილი იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის შემდეგაც მოქალაქეები სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებით დაარბიეს. ოცნების პრეტენზია ასევე უკავშირდებოდა ოცნების შეფასებას პრო-რუსულ ძალად BBC-ს ამ რეპორტაჟში, თუმცა ახლა როცა BBC-მ ყველა ამ პრეტენზიას უკვე უპასუხა, ქართული ოცნება ამ საპასუხო დოკუმენტის გასაჯაროვებისგან თავს იკავებს, რაც გასაკვირი არ არის ოპოზიციისთვის. აქ ამბობენ, რომ სავარაუდოდ BBC-ს პასუხები უსიამოვნო აღმოჩნდა ივანიშვილის პარტიისთვის, რასაც ისიც ადასტურებს, რომ საბოლოოდ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ბრიტანულმა მაუწყებელმა არც ბოდიში მოიხადა და არც ეს რეპორტაჟი გააქრო შესაბამისი პლატფორმებიდან და რადგან პარტიამ გადაწყვიტა, რომ პროპაგანდისტულადაც კი ვერ გამოიყენებდა BBC-ს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტს, გადაწყვიტა, რომ ის საზოგადოებას საერთოდ დაუმალოს. არამხელს ქართული ოცნება ვინაიდან მიიღო პასუხები ის რაც არ ესიამოვნა ქართულ ოცნებას, ეს არ იყო საჩივარი, ეს იყო კითხვები, რადგან გაეცა პასუხი BBC-სგან, BBC-მ დაეყრდნო ფაქტებს, მათ შორის იმ გამოძიებას რაც ჩაატარა და ყავს წყაროები, რომელმაც მიაწოდეს მასალა, რომელსაც ჩვენ არ გვიხილავთ ამ გამოძიების ვიდეოში, მაგრამ ისინი ფლობენ მასალას, რის საფუძველზეც ასკვნიან, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი, რაც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ. ასევე ამ პასუხსაც გამოაქვეყნეს BBC-ს დარწმუნებული, იმიტომ რომ ქართული ოცნება გაჩერდება და პირიქით ეცდება კიდევ უფრო დაძაბას ურთიერთობები ბრიტანეთთან. მე მთელი გულით მოუწოდებ ივანიშვილის შაპიტოს მონღოლ მეჯოგეს, რომ აუცილებლად უჩივლოს დიდ ბრიტანეთს გაერთიანებულ სამეფოს, აუცილებლად უჩივლოს და რაჩიცაც დაიჭერს ბოლოში ნახავს მისი ბოტოტა ხელებით. ქართული ოცნება კი მაინც თავდასხმის რეჟიმში რჩება და მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა მაუწყებელმა უარი განაცხადა იმაზე, რომ დაეკმაყოფილებინა ივანიშვილის პარტიის მოთხოვნა და ბოდიში მოეხადა იმ რეპორტაჟის გამო, რომელიც შეიცავს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ ცნობებს, შესაბამის არგუმენტებსა და მტკიცებულებებს. ამის შემდეგ ქართული ოცნება უკვე აპირებს, რომ ბრძოლა ისევ გააგრძელოს სამართლებრივი გზით, როგორც ეს დღეს შავა პაპუაშვილმა გვითხრა და გეგმავს, რომ ჯერ ისევ ბრიტანეთის კიდევ ერთ შიდა მარეგულირებელ ორგანოს მიმართოს შესაბამისი მოთხოვნით, ამის შემდეგ კი თუ ეს მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება, ბრძოლა უკვე როგორც ეს პაპუაშვილმა გვითხრა, გაგრძელდება მაუწყებლის მიღმა, ანუ ჯერ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში, ამის შემდეგ კი სამართლებრივი პროცესის დაწყებისთვისაც ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით ქართული ოცნება მზად არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ოცნებამ წესით უნდა მიმართოს ასეთ შემთხვევაში ბრიტანეთის სასამართლოს და თუ აქაც ვერ მიაღწევს საკუთარ მიზანს, საქმეში უკვე უნდა ჩართოს სტრასბურგის სასამართლო, რა შემთხვევაშიც როგორც ამას ოპოზიციაში ამბობენ, უკვე საბოლოოდ დადასტურდება ის, რომ ივანიშვილის პარტიამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ნამდვილად გამოიყენა ქიმიური იარაღი, რადგან ოპოზიციის შეფასებით ბრიტანეთის მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი სწორედ ამის შესახებ შეიცავდა სარწმუნო ცნობებსა და არგუმენტებს.